მე ვფიქრობ, რომ ხალხში რითაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, საგრძნობად უნდა გაიშალოს საუბარი ზოგადად ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე და როგორ ხდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს თემები უნდა გაიშალოს, ამ თემებზე უნდა წავიდეს საუბარი და ეს ამ 33 წლის პერიოდში ერთგვარად ტაბუიზირებული თემა, ხო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს ეს ტაბუ, აღარ უნდა იყოს ტაბუირებული და პირიქით ყველა კუთხეში უნდა იყოს, იცი რა, ფეხბურთზე ვსაუბრობთ, იმაზე ნარცოთა ვთამაშობ, დომინოსოცა ვთამაშობ, ყველაფერ თემაზე მიდის საუბარი. ერთადერთი იმაზე არ არის საუბარი თუ რა არის უსაფრთხოება, თავდაცვა რა არის, ჯარი როგორია, რამდენად ეხა დღეს რა უნდა გაკეთდეს კიდევ, ვინ დაგვეხმარება, ვინ არა, ამაზე საერთოდ ხო არ მინც არა და არ ვიცი ახლა ჩვენ დღევანდელ ვითარებაში მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის, რაზეც უნდა გაიშალოს საუბარი და მათ შორის მედიებმაც და ჩვენს, მათ შორის ექსპერტებმა და ასე შემდეგ ჩვენი მხრიდან აკადემიურმა სივრცემ ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ ახლა, ხო, რაღაცებს ადრეც გაგვიკეთებია, კიდევაც გავაგრძელებთ, მაგრამ აი ეს ბოლო ასე ვთქვათ, ეს ჩემი ის იქნებოდა დასკვნა რომ შავი ხუთი უნდა გავხსნათ და აქტიურად დავიწყოთ ამაზე მშენებლობა. და ინფორმაციამ უნდა შეიტანოს ცოტა ბზარები ამ შიშში. რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს აქაც ის საკითხი არის, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფო და გვინდა ჩვენი სახელმწიფო ისეთი, როგორიც ჩვენ ეს გვინდა, მაშინ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ ასეთი სახელმწიფოს დაცვისთვის. და თუ ჩვენ უარს ვაცხადებთ ასეთ მექანიზმების შექმნაზე, ბუნებრივია უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ ვუღავწვალოთ, ხო? მაშინ არ გვინდა სახელმწიფო და დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც 33 წლის წინ დავიწყეთ.